მოგესალმებით Face Yoga პიგმალეონის მეთოდის სახლზე. მე ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ სახის გამოახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსის მე-6 ვარჯიში. ამ ვარჯიშების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ გავამკვრივოთ კუჩების გარშემო და ლოყების კუნთები და ეს ვარჯიში დაგვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ მიმიკური ნაოჭები კუჩების გარშემო. ვარჯიში კეთდება როგორც ყოველთვის ლოტოსის პოზაში, ხელები გვიდევს გვერდ-ვართ, მაქსიმალურად გასწორებულები მხრებში გადაშლილი მოძღვრები. და ვაკეთებთ შემდეგ მოძრაობას. დაჭიმეთ ტუჩის კუნთები უფრო ზუსტად, შეიგრძენით ტუჩის კონტურის კუნთები და დაჭიმეთ ეს ტუჩის კონტური მაქსიმალურად გამძლე ტუჩებით. შემდეგ დააფიქსირეთ შეგრძნება ტუჩის კიდეებში. ჩვენ ვაკეთებთ მოძრაობას, რომელიც გამოიყურება ასე. როდესაც აკეთებთ ამ მოძრაობას, მხოლოდ ჰორიზონტალურ ხაზზე, ანუ არაწიო ტუჩზე, ტუჩის კიდე არაწიოდებით. როდესაც აკეთებთ ამ მოძრაობას მარჯვნივ, შეეწინააღმდეგეთ მარჯვენა ტუჩის კიდეთი, ანუ მარცხენა მხრიდან მოძრაობას. ანუ მიაწექით, ასე ვთქვათ, შეეწინააღმდეგოს ტუჩის ერთი კიდე, მეორე კიდეს. როდესაც ამას ვაკეთებთ თავის სწორ მდგომარეობაში, ამ შეწინააღმდეგების გაკეთება ძნელია, იმიტომ რომ ვებრძნოთ ამ. სამაგიეროდ, როდესაც ამას გავაკეთებთ თავის გადაწყვეტილ მდგომარეობაში, თქვენ კარგად შეიგრძნოთ ამ კუნთების ძალას და სწორედ ეს გვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ ნაოჭების რაოდენობა, მიმიკური ნაოჭების რაოდენობა ტუჩების გარშემო. გავაკეთებთ ეს ვარჯიში ორჯერ, მსხლად ლოტოსის პოზაში, ხელები გვიდევს გვერდ-ვართ, საწყისი პოზა. გადავჭერთ თავიდან და გავაკეთებთ ვარჯიში ორჯერ. დავხაროთ თავი, მივაბჯინოთ გულის ფიცრას, ხელები დავიდოთ მუხლებზე და გავაკეთოთ მოძრაობა თავით მარჯვნივ. ნაცნევ, დავხაროთ თავი, წრიული მოძრაობა ერთფერეს. და მეორე მხარეს. როგორ უნდა გავაკეთოთ პიგმალეონის მეთოდის მე-7 ვარჯიში, ამას მე თქვენ გაჩვენებთ შემდეგ.